გუშინ 28 ოქტომბერს საქართველოს სპორტული ფილმების ფედერაციის პრეზიდენტი, მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის სპიკერი, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ჰელსინკის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მეუღლე, ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია მილანში სპორტული ფილმების ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის გავლით იტალიაში გაემგზავრა. თბილისის აეროპორტში საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას მას როგორც ოფიციალურ პირს უარი ეთქვა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობაზე. იგი მილანის მალტენზას აეროპორტში დღის 2 საათზე ჩავიდა, ნაცვლად დილის 10 საათისა და მას ფესტივალის მასპინძელთაგან არავინ დახვედრია. ამის გარდა ბარგის ლოდინის დროს გამოირკვა, რომ მისი ჩემოდანი დაიკარგა. ქალბატონმა მანანამ თხოვნით მიმართა მილანის აეროპორტის ადმინისტრაციას ეპოვათ მისი ჩემოდანი, რაზედაც მან უარი მიიღო, იმ საბაბით, რომ მას ჩემოდანი საერთოდ არ ჰქონია. მაშინ ქალბატონმა მანანამ წარადგინა თბილისის აეროპორტში ჩაბარებული ჩემოდნის საბუთი, მაგრამ მიუხედავად ამისა აეროპორტის ადმინისტრაციამ მას დახმარება არ აღმოუჩინა და ეს ინციდენტი თურქეთის აეროპორტს გადააბრალა. ხოლო თურქეთმა საქართველოს დაადანაშაულა. ქალბატონ მანანას ამის შემდეგ მოუწია სპორტული ფილმების საერთაშორისო ფედერაციისა და ფესტივალის პრეზიდენტ ფრანკო ასკანისათვის მიემართა და მართლაც ამ პიროვნების ჩარევის შემდგომ ჩემოდანი მოიძებნა, მაგრამ პრობლემა აქ არ დამთავრებულა, რადგან ქალბატონი მანანა სასტუმროდ არ არის უზრუნველყოფილი, რის გამოც იგი ღიად ცის ქვეშ დარჩა. და ბოლოს, როდესაც მოიტანეს ჩემოდანი და დააბრუნეს იგი ხელახლა შეფუთული აღმოჩნდა, რისი კვალიც აშკარა იყო და თვით შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, შესაძლოა ან გაქურდა, ან და რაც ყველაზე საგანგაშოა, დანაშაულის ჩამდენებმა შესაძლოა მას ჩემოდანში ან მომწამლავი, ან და ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს, რის გამოც ჩემოდანის გახსნის დროს ქალბატონ მანანას სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ჩვენ საქართველოს სპორტული ფილმების საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის წევრები გამოვხატავთ ღრმა აღშფოთებას მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, რომ მილანის აეროპორტმა მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაადგენს ჩემოდანთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და საერთაშორისო კანონებისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტს. საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც ერთხელ კიდევ ჩამოიხსნა ნიღაბი და დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე. ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მუდმივ დევნას შევიწროებაში იმყოფება, როგორც ბატონის ზვიადის სიცოცხლეში, ასევე მისი ედუარ შევარდნაძის მიერ მკვლელობის დროს, შემდეგ იმ მტრული და ბოროტი ძალების მიერ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია მოკალათებული. ხელების შორს საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიასაგან. საქართველოს სპორტული ფილმების საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ჟღენტი, ფედერაციის პრეს-მდივანი ქალბატონი ნანა კახიანი, ფედერაციის წევრები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დეპუტატი გურამ მაკაცარია, მარინა კერესელიძე, გიორგი კაჭარავა, სოსო ჩახნაშვილი, ლევან კაჭარავა, ზურაბ გიოშვილი, გიორგი ჟვანია, ანა ბაქრაძე, მიხელ არჩვაძე, მრგვალი მაგიდის წევრები, ბესიკ მიქავა, ნატო ზარქუა, ია კახიანი, მარინა კალანდარიშვილი, ლია ფურცელაძე, მანანა ჯიჯეიშვილი, ნათელა დურგლიშვილი, მედია მიქაძე, ანა ნარიმანიძე, ყობა ცერცვაძე, ნინო სიხარულიძე, სულიკო გოგრიჭიანი, მარინა ნემსაძე.